ამ გაკვეთილში ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს პირველ header files. ამისთვის რა არის ახლა საჭირო? პირველ რიგში ამ ჩვენ header files უნდა მოვუფიქროთ სახელი და ეს იყოს first header და შემდეგ გავაკეთოთ გაფართოება h. ანუ გამოგვივა ესეთი რაღაც first header h. ეხლა გავხსნათ ეს და აქ უბრალოდ გადმოვიტანოთ ეს ჩვენი განაცხადი აი ამ ფუნქციაზე. რადგან ეს უკვე header ფაილი გვაქვს ჩვენ, ის გადაგვჩენია რომ ეს ჩავართოთ ჩვენს პროგრამაში. ამისთვის ისევ შემდეგნაირად წერთ ისევ includes ოღონდ აი ამ მეთოდა ნაკლებობის ნიშნების მაგივრად ჩვენ წერთ აი ესეთ ორ ბრჭყალს და შემდეგ წერთ ფაილის სახელს first header -h. და არ დაგვავიწყდეს ჩვენ რომ ეს არის მნიშვნელოვანი რომ ჩავსვათ ესეთ ბრჭყალებში, რადგან კომპილერი მიხვდება რომ ეს header ფაილი არის აქვე აი ამ ჩვენს source ფაილთან ერთად. როდესაც ჩვენ დავუშვათ ბევრი ფუნქციებზე გვაქვს განაცხადი, ეს ასე ვთქვათ განტვირთავს კოდს და აღარ იქნება ერთ ადგილზე ბევრი კოდი და ჩვენ header ფაილში გავიტანთ ამ განაცხადებს, რითაც უფრო ადვილად აღსაქმელი გახდება ეს ჩვენი პროგრამა. მოდი ახლა დავაკომპილიროთ და ვნახოთ როგორ იმუშავებს. აი დაკომპილირდა მართლა ჩვეულებრივად იმუშავა და კვლავ დაგვიბეჭდა აი ეს მნიშვნელობა.